საქართველოს მასშტაბით ახალი ამბულატორიების მშენებლობა იწყება. 81 ამბულატორია რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში განთავსდება და მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. შენობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც იქნება ადაპტირებული. პროექტის ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროები ახორციელებენ. მინისტრებმა დღეს ის ქარხანაც დაათვალიერეს, სადაც ამბულატორიების მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციები მზადდება. პირველად სამედიცინო დახმარების მიღებას რეგიონების მოსახლეობა უკვე ამბულატორიის ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებს. რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება. ამბულატორიებში მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სოფლის ექიმები გაუწევენ. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული. ეს არის სოფლის ექიმის სამუშაო გარემოს შესაქმნელად ამბულატორიის ტიპის დაწესებულება, სადაც იქნება კონსულტაციები, პაციენტების შესაძლებელი იქნება მინიმალური ლაბორატორიული კვლევების, გასინჯვების წარმოება, სკრინინგების წარმოება და შესაბამისად ამ ლოცულობას განსაზღვრავს ის ცოდნა, ის კომპეტენცია, რომელიც აქვს თითოეულ სოფლის ექიმს და აქ რა თქმა უნდა ქირურგიული ჩარევები და манипуляციები არ განხორციელდება. ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 31-33 კვადრატული მეტრია. შენობა მომზადებულია სენდვიჩ პანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება. პროექტისთვის მთავრობამ 2.400.000 ლარი გამოყო. 10 ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებშიც დამონტაჟდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უშუალოდ ადგილზე აწარმოებს და აწყობს თანამედროვე ტექნოლოგიით სენდვიჩ პანელებს, რომელიც შემდგომ უკვე ჩადის მუნიციპალიტეტებში და ადგილზე ხდება მისი მონტაჟი. ამით ადგილობრივი წარმოება ვითარდება პირველ რიგში. სტაბილურად ამ საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოებისთვის და ადგილობრივი გამოყენებისთვის იქნება აქ უმზადებული შესაბამისი მასალები, არამედ ის ექსპორტზეც გავა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობების ინფრასტრუქტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ახლა მიმდინარეობს ერთ-ერთი მათგანის დატვირთვა. ადგილზე თბილისში იწყობა ძირითადი კონსტრუქცია. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ორი ძირითადი თემა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ინოვაციური ტექნოლოგიები და ქართული წარმოება შერწყმულია. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნილებები და პრაქტიკულად 2 დღეში არის გამზადებული კონსტრუქცია. კარკასის აწყობა, სენდვიჩ პანელების აწყობა, ძირითადი სამუშაოები აქ ტარდება, რაც თავარია კალები და რაც შეეხება იმას, რომ ადგილზე უკვე მონტაჟი მიდის, ამეების დადგმა და სახურავის მოპირკეთება რა, რასაც ქვია. საბოლოო სახე ეცემა იმაში, რა ქვია, ადგილზე იქ. გრაფიკის მიხედვით 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ფუნდამენტის მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანას უზრუნველყოფენ.